თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაჭირებულ მოქალაქეებს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. მათ შორის არის ახალშობილების ოჯახების შემწეობა და ოპერაციების თანადაფინანსება. საჭიროების მიხედვით ბენეფიციარებმა მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ. ჩვენ ვეხმარებით ახალშობილ ბავშვებს, რომელთა ოჯახები არიან სოციალურად დაუსრულები და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000 ქულას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველ ახალშობილს ვეხმარებით 400 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე არის განსაზღვრული 500 ლარი, ტყუპების შემთხვევაში 800 ლარი და სამი ტყუპის შემთხვევაში 1200 ლარი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამავე პროგრამის კახეთში დგას დემოგრაფიული საკითხი და ამ დემოგრაფიული ღონისძიებების ხარდაჭერის ფარგლებში არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მესამე ბავშვზე, მიუხედავად იმისა, ოჯახი არის თუ არ არის სოციალურად დაუცველი, სახელმწიფო ანუ სოციალური სააგენტო ეხმარება 2 წლამდე ყოველთვიურ შემწეობას ურიცხავენ ბავშვებს და იგივე პროგრამის გაგრძელება ასევე არის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს, სადაც არის 4 და მეტი ბავშვი, ანუ მრავალშვილიანი ოჯახი, აგრეთვე მოქმედებს მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებში თვითოულ ბავშვს ვეხმარებით ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით, ანუ 4 ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ყოველთვიურად 120 ლარი, 5 ბავშვზე 150 და ასე შემდეგ. სანამ უფროსი ბავშვი არ მიაღწევს 18 წელს. ეს პროგრამებია ჩვენთან ანუ დემოგრაფიული მხარდაჭერის და ბავშვთა მხარდაჭერის. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ბენეფიციარები გახლავთ პირველ რიგში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,000. ამის გარდა, ანუ ვისაც ქულები არ მოეთხოვება, ვაფინანსებთ პირველი ჯგუფის შიშემო პირებს, 18 წლამდე შიშემო პირებს, დევნილებს, ომის მონაწილეებს, მარშიან დაკარგულებს, მარტოხელა მოქალაქეებს და ასევე ონკოლოგიური დაავადების მქონე, ანუ აუთისებიანი სიცოცხლის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს. დაფინანსება არის განსაზღვრული 2,000 ლარის ოდენობით, გადასახდელი თანხის 80%-ს უფინანსებთ. აქ იგულისხმება ის ნაწილი, რასაც საყოველთაო დაზღვევა, ანუ სახელმწიფო არ ფარავს, პრიორიტეტია სახელმწიფო დაფინანსება და მერია უზრუნველყოფს დარჩენილი თანხის, ანუ უშუალოდ პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის დაფინანსებას.